რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის მმართველი გუნდი სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ჩამონათვალშია ნაციონალური მოძრაობა, პარტია ახალი და ლელო. სასარჩელო მოთხოვნას ქართული ოცნება 500 გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებით მას საგამოძიებო კომისია მოამზადა. კონსტიტუციის დარღვევის არგუმენტებს შორისაა 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი, 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება, მისი ძალადობით შეცვლის მცდელობები, 2008 წლის ომი, 2022 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია, რის მიზეზადაც საპარლამენტო ბოიკოტის შეცდომა და აღიარება სახელდება. სარჩელის შეტანის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვე ექნება. პოლიტიკური დევნა და დიქტატურის გაფორმება გამოხმაურება რეზონანსულია, ყოფილი მმართველი პარტია საპასუხოდ ოპოზიციას ახალი ერთობის შექმნისკენ მოუწოდებს. წინასწარ დაანონსების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ პოზიცია შეცვალა, სარჩელი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს ამ ეტაპზე არ შეეხებათ. ვინ როგორ აპირებს თავის დაცვას სასამართლოში და როგორია რეზონანსულ გამოხმაურებაზე მმართველი პარტიის პასუხი, თეონა მანაგაძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. თეონა. თამთა ქართული ოცნება ირწმუნება, რომ მათი სარჩელი ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ ოპოზიცია ეწევა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ამ შემთხვევაში საბოტაჟს უცხადებს ქვეყანას. ქართული ოცნების ლიდერები განმარტავენ, რომ მათი სარჩელის მიზანი არის, რომ აიკრძალოს სამი ოპოზიციური პარტია და სხვა პარტიების შემთხვევაში იყოს გამონაკლისი დაშვებული. ქართული ოცნება ამბობს იმასაც, რომ და ირწმუნება იმას, რომ მათი მხრიდან ადგილი არ აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, პირიქით ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებენ მხოლოდ სამართლებრივ დავას ნაციონალურ მოძრაობასთან, ახლებთან და ლელოსთან, რაც შეეხება სხვა პარტიებს, ამ შემთხვევაში დროას, გირჩს, სტრატეგია აღმაშენებელს, გიორგი გახარიას პარტიას, მათთან მიმართებაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ის, რომ გიორგი გახარიას პარტია შემოვიდა პარლამენტში, დანარჩენი პარტიების შემთხვევაში კი დღეს შალვა-პაპოშვილმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ისინი რეალურ საფრთხეს ამ ეტაპზე არ წარმოადგენენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივაც არ აქვთ, ამიტომ ისინი არ ითხოვენ მათ აკრძალვას. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეულ შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევაში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს. ხელისუფლებების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-25 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის. მთლიანობაში 6 უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ, ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნით აქტუალურობასაც უთუარად ცხადყოფს. ნაციონალურ მოძრაობამ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციური პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელება. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო
და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებები საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძვლად. ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა. პირველი ეს არის არაკონსტიტუციურების დასაბუთებულობა და მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ მხრივ ასე ვთქვათ ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს. დიდი მეტი თავისუფლება ისე დროა არიან დაკავშირებული ამ პარტიებთან ერთადერთი მიზეზი რატომაც არ მიმართავთ მათთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს არის ამ პარტიების ასე ვთქვათ ის რომ მათ რეალური გავლენა პოლიტიკაზე არ აქვთ, არის ერთკაციანი პარტიები და ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ განსაზღვრელ კრიტერიუმს პარტიების აკრძალვის დროს საერთაშორისო პრაქტიკაში. მწვავე და მძიმე გამოხმაურება მოყვა ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციაში მათი მხრიდან იყო კრიტიკული პოზიციები დაფიქსირებული. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს იმას, რომ ქართული ოცნების მხრიდან ცდელობა არის ქვეყანაში დაწესდეს დიქტატურა და ეს გამოიხატოს იმაში, რომ აიკრძალოს პროდასავლური პარტიები და ოპოზიციური ხმა არ ისმოდეს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ოპოზიციის ეს ნაწილი, როგორც არის ლელო, ნაციონალური მოძრაობა და ახლები, ისინი ამბობენ, რომ მათი მხრიდან იქნება პრინციპული და უკომპრომისო ბრძოლა, რომლის მიზანი არის საბოლოო ჯამში მათი განცხადებით მათი გამარჯვება. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, ისეთი როგორც არის გახარია, ისინი პირდაპირ ამბობენ იმას, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური, თუმცა მათ თქვეს ისიც, რომ მათ არ სჯერათ, რომ ქართული ოცნება საბოლოო ჯამში ნაციონალურ მოძრაობას აკრძალავს, ვინაიდან როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნეს, ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობა არის პირიქით სასარგებლო, ვინაიდან მათი საშუალებით საზოგადოებაში შიშს თესავენ. რაც შეეხება კიდევ ერთ დეტალს, დღეს კრიტიკული პოზიციები იყო ოპოზიციის შიგნითაც ერთმანეთის მიმართ. ამ შემთხვევაში თინა ბოკუჩავამ გააკეთა განცხადება და მან თქვა, რომ ლელოს ამ შემთხვევაში არ უშველა იმაც, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ამ კრიტიკული პოზიციების მიუხედავად ოპოზიციის ეს ნაწილი დღეს საუბრობდა იმაზეც, რომ მნიშვნელოვანი არის ოპოზიციაში დაიწყო საუბარი გაერთიანებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ თქვეს, რომ მნიშვნელოვანი არის ახლა ოპოზიციამ ქართულ ოცნებას საჩვენოს საკუთარი სიძლიერე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს ნაციონალური მოძრაობა იბრძვის უკეთესი ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი. და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება. არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რასაც რეჟიმმა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და გადაწყვიტა გააუქმოს ეროვნული ძალები და მილიონამდე ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ყავდეს პოლიტიკაში სასურველი პოლიტიკური პარტიები. ის რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, ამის მაღალი ალბათობა არ არსებობს, ვინაიდან სრულად რეჟიმი აკონტროლებს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ განმეორდები იმ სარჩელის გაცნობის შემდეგ, რასაც წარადგენს ქართული ოცნება, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი. ძალიან დიდი ეჭვმეპარება რომ ეს გააკეთონ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის როგორც მთავარი შიშის ფაქტორის და მთავარი საფრთხობელას არარსებობის პირობებში ოცნება ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს. რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ხელოვნური
ეგრეთ წოდებული fake დაპირისპირების ჩვენება საზოგადოებისთვის. შეიძლება ის იყოს სხვა სახელით, სხვა ინდივიდებით, მაგრამ მოცნება პოლიტიკური ველი და ნაციონალურ მოძრაობას არ გააქრობს და პირიქით თავად შეუწყობს ხელს მათ გაძლიერებას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიების აკრძალვის პროცედურა არის გაწერილი კონსტიტუციით. ეს არ არის რაიმე სიახლე, ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს პარტიები არ ღვევენ კონსტიტუციას, შესაბამისად ისინი უნდა აიკრძალოს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა ამ ყველაფერს წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. სარჩელი სრულად ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შედეგებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და ამ სარჩელში საუბარია იმაზე, თუ რომელი პარტიები და რატომ იმსახურებენ პოლიტიკური ცხოვრებიდან გასვლას. და ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პროცესი. სარჩელი არის ჩვენი დაპირების შესრულება და განაცხადი, რაც თავარია, განაცხადი მოსახლეობის წინაშე, რომ არ შეიძლება და ვეღარ იქნება ისე, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გარდა მათი პოლიტიკური საქმიანობისა, ისინი იყვნენ ჩართული და ისინი წყვეტდნენ საქართველოს მომავალს. როგორც მოისმინეთ, ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე მართველი გუნდი ირწმუნება, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებენ სამართლებრივ დავას და პოლიტიკურ პროცესს მათი მხრიდან ადგილი არ აქვს. ისინი ამბობენ, რომ ადგილი აქვს ამ შემთხვევაში იმ შეცდომებზე და იმ დანაშაულებზე საუბარს, რასაც მათი განცხადებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჰქონდა ადგილი. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ იმას, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ ისეთ სამართლებრივ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს იმას, რომ სამი ოპოზიციური პარტია მათი განცხადებით უნდა აიკრძალოს. მადლობა, თეონა მანაგაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.